დილამშვიდობის ესე იგი ერთი ვიბლიანი ჯიმშერი ვიბლიანის რძალმა რომელმაც თავი მოიკლა იმის თარიღი დავადგინე 95 ყოფილა 1995 ახლა ველოდები რომ მეორეს როდის მეტყვიან ზუბელიანის რძალს როდის მეტყვიან და ვეტყვი ზუსტად თამოს რომელი წელი იყო მე რო ორსულად ვიყავი ზუსტად ვეტყვი მე ავცილებლად ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის თარიღი იმ გოგოს იმიტომ რომ მე თარიღები ხო იცით რომ არ ვიცი ეხა ჩემი პატარა განათლებით 4 კლასის განათლებით და ჩემი გაუბედურებული ცხოვრების მერე და ჩემი სახელგატეხილი ანუ რაც 53 წელი ვიარე სახელგატეხილი ის უფრო დამიმძიმა ჩემი გაუბედურებული ცხოვრება უფრო დაამძიმა ქალბატონმა მარიამმა დაჯდა და თელ საქართველოს მოუყვა თუ როგორი მატყუ არა ვარ თუ როგორ ვაბრალებ ბრალს და თუ როგორ ვძალავ თურმე ფულს ქალბატონმა მარიამმა ჩემი გაუბედურებული ცხოვრება ორჯერ მეტად გაუბედურა ის არ ყოფნიდა და რაც მჭირს და ჩემს ყველა სიტყვაში ჯერ ხო შეიტანა ეჭვი და ხალხშიც ეჭვი გააჩინა ამავე დროს გამომიყვანა ანუ სვანეთიდან იძახის ერთ მომენტში აბა ტყუილა არავის არაძევებენ ძალიან ბევრჯერ გააჟღერა ამა ტყუილა არავის სვანური კანონები და სვანეთის მთის თვითონაც მთის ყოფილა ხო ისიც ანუ ცუდი რეპუტაციის მატარებელი არის და უფრო დამიმძიმა კიდე ეს რეპუტაცია და ქალბატონო მარიამს მინდა უთხრა ჩემი მშობიარობის და ჩემი ორსულობის ყველაზე ბევრი წელი რასაც გამოიანგარიშებთ 95-96 მაქსიმუმი რო გაწელოთ ეს იქნება 97 ამ 3 წლის შიგნით ვარ მომიკლეს ბავშვი მაგ 3 წლის შიგნით მომიკლეს ბავშვი 95-96-97 ზუსტად არ ვიცი მეორე გოგოს თარიღს როცა გავიგებ მაშინ მეწოდინება ზუსტი თარიღი როდის ვიყავი მე ორსულად ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ გოგოს სიკვდილი როდის იყო 95-96 მე უფრო ყველაზე მეტად გონია რომ 95-ის ანუ მიწურულს ალბათ მიახლოებით ვიყავი ორსულად და 96-ის იმაში მიწია მშობიარობა მე ჩემი გამოთვლებით ახლა როგორც 95-ის მერე ვანგარიშობ ჩემით მასე მაგრამ არ ვიცი 95 ან 96 ჩემი მაქსიმალური ანუ მშობიარობის თარიღი მე ასე მგონია და მესამეს დავამატებ 97-იც რომ ტყუილი არ გამოვიდეს მაგიტო 95, 96 და 97 ეს წლები არის სავარაუდო ამ წლებში ჩემი ორსულობა და ბავშვის გარდაცვალებაც და ყველაფერი იმ პერიოდში თუ გასხვისებ არ ვიცი ჯერ მაგი ძალიან ბევრი ადამიანი მწერს რომ ცოცხალი არისო და ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს რომ კოდორის ხეობაში არისო და რამდენად მართალი არის მაგას გამოძიება დაადგენს ალბათ იმედი არის და ღმერთმა ქნას რომ ცოცხალი იყოს მაგრამ ჩემს გაუბედურებულ ცხოვრებას მეუბრუნდები ეხლა და მარიამმა გუშინის მერე უფრო დამიმძიმა ეს ცხოვრება ჩემს რეპუტაციას ძალიან შეეხო ეხლა რაც გამიკეთა
ბაჩუკი ჩხიმიანმა, მალხაზი ჩხიმიანმა, როდერი ჩხიმიანმა, ჯიმშერი ვიბლიანმა ის საკმარისი არ იყო და მე როგორც ქალი ხო მიწასთან გამასწორა. როგორც ადვოკატი ხო გაცდა მის იმას ანუ უფლება მონიჭებულ უფლებებს რას ასაც ქართულად ასე ვიტყვი გადაცდომები აქვს და მოვიდა საჭორაოდ და იჭორიკნა როგორც ქალი და ამიტომ მეც მასზე ვიჭორიკნებ როგორც ქალი და როგორც ადვოკატი არა მისთვის არაფერი არ აღმოჩნდა ეგი ჩემს რეპუტაციას ძალიან ბინძურად შეეხო და ძალიან ბინძურად აყენებს შეურაცხყოფას. მე იმ დონეზე ვიყავი ხალხო შეშინებული რომ ბავშვის კიდე წამართმევდნენ რომ სანამდეც შევძელი რომ ნინიკო ჩემს მუცელზე დაეძინა ეს იყო 3 წელი მე მგონი როცა ნინიკო ლოგინში გადავიდა ნინიკო მისით არ წოლილა არასდროს ნინიკოს ლოგინი ვიყავი 3 წლამდე მე იმის შიშით კიდე მოვიდოდა ვიღაცა და შულს წამართმევდა ამიტომ ზუსტად მე რაც გამომატარეს ბაჩუკიმ ჯიმშერიმ როდერიმ და ყველა იმ ადამიანმა მე რაც გამომატარეთ მარტო იმ წამლებით რაც გამომატარეთ რაც დამალევიეს ზუსტად ის გამოიაროს ყველა იმ ადამიანს ვინც მე ჭორს მიგდებს დღეს და აქამდე ვინც გამიგდო და აწი ვინც გამიგდებს 30 თაობა თქვენს ოჯახში ზუსტად მე როგორც მომექცნენ ისე მოგცეოდნენ ყველა ქალს ეგი ვინც წევლად მიიღებს წევლა იყოს ჩემი ბედი მისცეს ყველას და ჩემი ასეთი დათრგუნული ასეთი დატანჯული ასეთი ნაცხოვრების მერე კიდე გამოდის ადვოკატი და კიდე შენზე ჭორაობს და გივრცელებს ძალიან ცუდ ინფორმაციებს TikTok გვერდი გასართობი გვერდიდან ამოღებული ვიდეოებით გასართობი პუპსიკა და სილიკონას გასართობი გვერდიდან ამოღებულ ასაკს ეყრდნობა 78-იანი 59 წელი მიწერია ყველგან იმას ეყრდნოდა იმით ლაპარაკობს და მიგდებს ჭორს და ისეთ ჭორს რომ ძალიან დიდ ჭორს მიგდებს მაგრამ ქალბატონმა არიცის და საერთოდ ინფორმაცია რო არ აქვს მე ხალხო ქუთაისში სამამტყოფოში როგორც კი რაღაცები არ მომეწონა იმ წუთას ავტეხე ერთი ამბავი და იმის საფუძველზე მოვიდნენ ჩარკვიანი ქალბატონი ლალი ჩარკვიანი ნანა გოგოები იტალიელი ანა მარია ზუსტად მაგის საფუძველზე მოვიდნენ და იმ დღეს მომკიდეს ზუსტად იმ თავშესაფარი როგორ დედათა და ბავშვთა თავშესაფარში წამეყვანეს მე იქ ხალხო ჩემი ფსიქოლოგი მყავდა იქ ჯერ ქუთაისში ხომ მყავდა რაც ყავს ანუ თვითონ ოფისში ქალბატონ ლალი ჩარკვიანს ის ფსიქოლოგი ხომ მყავდა და პლუს თბილისში რო წავედი 6 თვე ვიყავი თბილისში და 6 თვის განმავლობაში დღეში ხან ორჯერ მგთავიდან ორჯერ მქონდა თავიდან მე ხალხთან ვერ ვჯდებოდი იმ ხელაზე ვიყავი და ჩემი ფსიქოლოგიური ჩემი სულიერი ჩემი ყველანაირი მდგომარეობა იციან ლალი ჩარკვიანმა იცის და მაგათმა ფსიქოლოგებმა იციან მე მაშინ რა ეტაპს გავდიოდი და როგორი მქონდა მდგომარეობა და დღეს თუ მხედავთ მე მშვიდს და წყნარს და გამბედავს და ყველაფერს მაგათი დამსახურება არის მაგ ფსიქოლოგების დამსახურება არის მე ძალიან გამეხმარა მაშინ ის 6 თვე ხალხო მე გამოვიარეთ ჩათვალეთ რომ 10 წელი დღეთ და ღამე მასწავლიდნენ დღეთ და ღამე სწავლაში ვიყავი და ის ჩემი სულიერი მასწავლებელიც ანა მარია არის იტალიელი კათოლიკოსი
და იმან ჩამინერგა მე ღვთის სიყვარული. ყოველდღე ვიყავი მაგათ წირვებზე. ან ყოველდღე თუ არა, ყოველ